Ნებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაცია არის ფასიანი. რა თქმა უნდა, ახლა ვიცი რომ ელოდით ალბათ მომდევნო წლის პროგნოზს, არაგენაც ვაჭერ. არა. ვინ არის თქვენი მტერი? ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე. ესე იგი. პირველი ვარიანტი იყოს ეს სანთელი, მეორე ვარიანტი იყოს აი ესეთი სანთელი. კარგი, ნახოთ. და ფიქსირდება. კონკურენცია ხედავენ თქვენში. ეს არის მაშინ კონკურენტ ვინ ხედავს თქვენში, რა საკითხი. არ არის გამორიცხული, თუნდაც პირადი იყოს, თუნდაც ნახეთ კარიერული, პროფესიული კონკურენციასთან რაც არის კავშირში. ყველაფერი შეიძლება იგულისხმოთ. კარგით, ნახოთ და ვინ არის, მაინც კიდევ დამიკონკრეტე ვინ არის. ჩაკეტილი პიროვნება მაქსიმალურად შესაძლებელია. ეხლა ვერ დავადებ ხელს რომ ადამიანი მამაკაცია, შეიძლება მამაკაცურ ენერგიებშია. ეს იმას ნიშნავს, რომ არა შეიძლება არ ყავს მეუღლე, მისი გასაკეთებელია ქალის, კაცის საქმე, ხო, რაღაც ეხლა რამდენად შეუძლია და გამოსდის, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როდესაც მაინც 100 თუ ისია მამაკაცი გვერდით არ ყავს, გინდა არ გინდა, ქალბატონს ესე რომ თქვა, მაინც უწევს რაღაც, ხო, ისეთი ასე რომ თქვა, ძლიერ ენერგიებში გადასვლა. ყოველ შემთხვევაში ესეთი პიროვნება არის და მანახე დიდი ხანია სხვათა შორის აქ არ არის ეს ახალი და ახალგაცნობილი ეს ადამიანი არ არის ჩემი კარგო, ეს არის დიდი ხანია და ესე რომ თქვა შედეგებს ელოდება. რა შედეგს ელოდება საინტერესო არა და თვითონ არ ჩაგედილი. რა შედეგს ელოდება რაღაცა აი თქვენზე რა საინტერესოა შედეგებს ელოდება არა მის თავზე კი არ მაინტერესებს სწორად ასე თქვენ რას გისურვებთ ეს ადამიანი ეს მაინტერესებს ხო ჭორს და დამარცხებას თქვენსას რაღაცა როგორ არის იცით ცოტა ძალიან რთული სათქმელი ახლა მართლა ესეთი ძიმეთ ფორმით თქვა, მაგრამ ადამიანის აშკარად ან დასრულება უნდა ურთიერთობის თქვენთან, თუ ასე არის. აი ჩემს ნაცვლზე ერთ-ერთი სათამაშო ყოველთვის მოძრაობს. ვერ მივხვდი რატო, რა უნდა იყოს მიზეზი ხალხო. ერთი სათამაშო მხოლოდ. ეხლა ის რომ გადავიღო და ვაჩვენო, ხალხი ჩათვლის, რომ რაღაცას იმაშვები, ხო? ვაფირესტობ. გავამოძრავე და დავუშვათ მე რაღაცა გადავიღე. სულ მოძრაობს. რატო გამეფარდა ეს ყურადღება, ხო? იცით რა არის, ეთყობა ამ ადამიანს თქვენ ყურადღებას შეიძლება ახლა მიაქციეთ, ან არც გხვდებოდათ თვალში ისე, რომ დავუშვათ ესეთ რამეს გისურვებდათ თქვენ ეს ადამიანი. აქ რაშია, მძიმე ენერგიები მე რო ვთქვი, თითქოს გისურვებთ ეს ადამიანი, არ მინდა თქვა, აი სიკვდილს რო უსურვებ ადამიანს ახლა ამაზე მეტი რა უნდა იყოს, აი შეჩერდეთ, ჩაკეტილი იყო და რა თვითონ არის, ძალიან დღეში უფრო მეტად ვიდრე ამ წუთში თქვენ იყოთ. ხო, მანახე როგორ არის თვითონ ეს პიროვნება. ძალიან დიდი გაუგებესრული ნგრევა, ქაოსი, გაურკვევლობა,
და შესაძლებელია ოჯახში, რა ვიცი, გვირილიანობა ქონდა, არ არის გამორიცხული ან ძალიან დიდი პრობლემების ოჯახური, ესე რომ თქვა, წინ რო ვერ მიდის ადამიანი. ეს ანუ თქვენ გისურვებთ ამას, თქვენი კონკურენტი არის ესტერი და მას აქვს ეს პრობლემები პირადად. როგორ არის კიდე ნახოთ აბა ეს ადამიანი. ერთი წუთი ჩენ უკაცრავად. ხო, თქვენ შესახებ ესე რომ თქვა, რაღაცებს ჩხრიკნეს თითქოს, მაგრამ მისი ემოციური ფონი იმდენად მაღალი ამ საწყალის, რა ვიცი, დახმარებაში შეიძლება ყველაფერი ჭირდება მთლიანად ჩაკეტილი. მალე დაიწყება უენერგიობა. აი, არ შეუძლია, არ უნდა და ესეთი რაღაც ესე რომ თქვა, განადგურების, იმიტომ რომ კარმა აქვს დაზიანებული, დაზიანებული. მთლიანად ჩაკეტილი არის ეს ვიღაცა, რა ვიცი მე. ამას სრული ნგრევა, თვითონაც კარგად უდარჩე, თქვენ თუ დაგანებებთ, თავს საინტერესოა. მაგრამ იმდენი ხელა პრობლემები აქვს, წესით უნდა დაგანებოთ და თუ ჩამოგშორდებათ. ხო, თავს შეიკავებს, თუმცა აქ ძალიან ესე რომ ვთქვა, თვითონ მკაცრი ხასიათს, ესე რომ ვთქვა, დაგიჭერთ ხასიათებს და ეთყობა რაღაც შეხება გექნებათ თქვენ ამასთან მაინც საზოგადოებრივი ალბათ ან საერთო სამეგობრო გყავთ, ან შეიძლება თანამშრომელი, ხო, რაღაცა ისეთი შეხება. უკაცრავად. გააქვთ აშკარად. აი, თავშეკავებულს და მკაცრს რაღაცა ისეთი საღებო. შეიძლება თქვენ პირიც კი ჩამოტირის, ან რო შეხედავ რაღაცა აი დაწკურული რო იხედება, შემოხედავს რაღაცნაირად გაბღენძილი, ესეთი ენერგია მოდის და რა ვქნა ახლა ესეთი. ხა, ძლიერი ქალის იმიჯი ჭირს, მაგრამ აი ეს ძლიერი საწყალი დღეში არის აქ, მის ცხოვრებას მიხედავს, ურჩევნია, მაგრამ არ ურჩევნია, ხო, მისი არჩევანია, ოკეი. ესე იგი, ესე რომ ვთქვათ, მელასავით გიყავთ ისე სხვათა შორის და არ გაგიკვირდეთ. მისი ამ დაგვარი დამოკიდებულება დამშვიდდი შენ ახლა ბიჭო, დამშვიდდი. კარგი, ვინც არჩია მეორე ვარიანტი, ვნახოთ ვინ არის თქვენი მტერი. ამას რა უნდა, ხო, მეორე ვინ არის? ამას რა უნდა? ეს არის ვინ არის? გამალება გამოდი კონტაქტზე დაუფიქრებელი არა, სხვათა შორის დაუფიქრებელი დაუგროვებელი კი არ არის, მაგრამ რაღაც შეიძლება ესე უზრდელიან, უტაქტო, ესეთი შთაბეჭდილებას ტოვებს ეს სინამდვილეში. კაი, ეს არის ქოქი არის, ნუ გეშინეთ, ეს თავჩაღუნული მაყვალი არის ეს მეორე ტიპაჟი. როგორიც შეიძლება ტოვებდეს ისე შთაბეჭდილებას, რომ ვაიმე, მაგი რაშვაში არაფერი არ იცის, ან შეიძლება ჩუმად არის, არაფერს არ ამბობს, და რაღაც ხო ხდებით ესე კულისებს მიღმადგას, მაგრამ თითქოს ისეთი მხიარული თუ გულუბრყვილო თუ რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში 10-100 მიწაში არის ეს, მაგრამ ეცეთ რა არის, ესე იგი ამასაც გამოდის მეორე ვარიანტიც ისე მძიმ პირველიც ისე იყო, მეორეზე არის. ესეთი ტიპაჟი არის, ანუ რაც აგიღწერეთ და თითქოს თქვენგან შეიძლება არც აქვს ისეთი კონტაქტი, ან დრო და დრო არის, ხო? გადის ურთიერთობიდან, ან რაღაც თავს გარიდებ თვითონ, ხო? და ისა რა ქვია, შეიძლება არ კადრულობს. რამჭირს მე დღეს ვაფორმებ და მსახიობურად, მაგრამ მსახიობები არიან ორივე ეთყობა და იმიტომ ისა რა ქვია, არ არის გამორიცხული პროფესია რაღაცა ამდაგვარი კონდეთ, ან მართლა ცხოვრებაში ესეთები არიან. იმიტომ რომ ესეთი მოდის ენერგია და როგორც მოდის ისე ვაფორმებ ზუსტად. ხო, მთლიანად ჩაკეტვას გისურვებთ, ჩემო კარგებო, ესეც და ესე რომ ვთქვათ, ახლა ამ ორი ენერგიით უბრალოდ დააკვირდით, არ ამგონია აქ, რომ ეხლა რამე კარგი ენერგიები მოდიოდეს თქვენთან, ხო?
გარდა ამისა, კიდევ აქ წყობა ისეთი არის, რას გისურვებთ. აი ამ ყველაფერს. აი ფინანსებშიც დავუშვათ თქვენზე ძლიერი რომ იყოს და თუ შეხედავს რომ თქვენ უფრო მეტად რაღაცა გააქვთ ან მოჩანხართ, ეს უკვე გულზე რომ ხეთქავს და გიждდება, ეცობდება. აქ იმას არ ნიშნავს რომ მას არ აქვს. ტიპიურად არის ეს ისეთი ტიპაჟი რომ როგორ არის, იცით? რამდენი ძარ უნდა გქონდეს, ახლა ამას 10 ბინა რო გქონდეს სიტყვაზე, შენს დარჩება მაინც თვალი. გაუმაძღარი, ხო? უმადური ქვია ესეთ, აი, ცხოვრების უმადური, თორე ახლა მე არ მინახავს პრინციპში ამას რა აქვს, რა არ აქვს, მაგრამ რატომღაც არ მოდის ის ენერგია, რომ იმიტომ რჩება თვალი შენსკენ, მას დავუშვათ უჭირს და ან რაღაცა არის გაჭირებული ადამიანი, ესეთი ენერგიებით არ მოძრაობს ზოგადად, რომ იცოდეთ, გაჭირებული ადამიანი უფრო მეტი მობიერი, უფრო მეტი მოწყალე, უფრო მეტი რომ არ შურს ისეთი, ეს არის რაღაცა გაზულუქებული ძროხა, რომ იცოდეთ. მე ისე მეყვარს ეს გაზულუქებული ძროხები. კი, ზუსტად ეს არის. კარგით, ნახოთ, მას თვითონ როგორ ენერგიებშია, თვითონ როგორ აქვს, მოდი საქმე, ესე რომ თქვა თქვენზე ეს გისურვებთ, მაგრამ თვითონ როგორ არის. ой, ამას პირადი ეს ის მაინც აქვს, თუმცა ეს არის მოღალატ ტიპაჟი, ხალატი. აქ მარე ხარ ღალატობს ამას. უფრო სწორად. ან ქმარს ხარ ღალატობს ეს. მანახა ქმარს ღალატობ ყავს ვინმე? ოპაპა, ეს უკან არ დაიხევს, ეს ვიმყოფილა, ქმარს ღალატობს კი არა, იმ ხელაკაი ირმის რქე, ჯიხვის რქებია, გამგად შემოდგმული თავზე რო, ხო, მაგრამ საქმე რაში არის, იცი რა, არ ჩანს ეს. ახლა მე რო ჩავხედე თორე, ეს არის შეიძლება იცის ძალიან, რა ვიცი, იცის ვინმე მაშინ ამბავში, არა გეუბნებით ეს დროის ფაქტორია, გამომჟღავნდება ეს, ანუ გარკვეულ დროის შემდეგ ეს გამომჟღავნდება, მაგრამ ეს არავინ არ იცის. თუმცა ეს კი ბატონო მოღალატე მატყუ არა, ესეთი ის არის. თუმცა ყველაფერი აქვს ამას, შეიძლება კი რა მანქანაც აქვს, სიყვარულიც აქვს, რაღაცა ოჯახში წარმატება. ხო გითხარით, გაზულუქებული ძროხა არის ეს კი. ხო, ერთი კაციც რო არ კმარა თანაც. აქ ორიც არა, აქ მეტი ეყოლება ამას. ორზეც მეეჭვება, იმიტომ რომ იმდენად კარგად ამოფრიალ და ვიცი, ცოტა მეეჭვება ამის. ერთ კაცს რო დაჭერდეს, საინტერესოა მანახე. ეს ყოფილი, ანუ ეს დიდი ხანია ეს ვიღაცა ყავს ეს მეორე. კარგით, ნახოთ, კიდევ როგორ ახარება, კაი, მის მაზაზე ხარ, უქნაობის მადაზე. ემოციური ფონი. პირადის არის ეს თუ რა, მომავალთან. არა, თვითონ არის ისეთი ტიპაჟი, მაგრამ ამას მალე მოვაკუპრის დღე. მალე იმას ქნის ამას რაღაც შეექნება პრობლემები. დაიწყო დრო მათვლა ეთყობა. საინტერესო თქვენ თუ დაგანებებთ თავს, მოდი ასე ვთქვათ. თქვენთან კომუნიკაცია აქ იქნება, ვიცი, რაღაცა გადაკვეთა ხდება. არ განებებთ ეს თქვენ თავს ამას, შეხედე. ყველა არ თქვენ მე გაზულუქებული ძროხა. ეს თავს არ განებებთ, გადაკვეთა გაქვთ, ოღონდ როგორი გადაკვეთა არის, გზაში ხვდებით ხშირად, მეზობლად არის, რაღაცა რა ვიცი, შეიძლება კოლეგები ხართ, მაგრამ ახლო კოლეგებიც არა ხართ, ანა ისე იმათ რაღაცა გადაკვეთა ხდება, მაგრამ როგორი გადაკვეთა ხდება, იცი?
აი გარე გადაკვეთა ეს ოჯახში ეს თქვენთან არ მოდის, არა. ეს ოჯახში არ შემოდის თქვენთან. ხო. ყელში მისწვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი რაღაცა შეიძლება თქვენ რამე სიტყვას რომ იტყვით, აი მაგაზე გამოგიქომაგოთ, იმაგაზე თქვას, რას ქვია, ესეთი ტიპაჟია, ხო? თქვენი სიტყვა ვინმე რომ არ გაიგონოს თქვენი რაღაცა ესეთი მასში მაშვება. მოკლედ რა ვიცი, აქ ბოღმიანი ესეთი ტიპაჟი ყავთ, კარგად, კაი, გემრიელად, კაი, მსუყეთთანაც. აქ კონკურენცია, ბრძოლა, ნახეთ ყოველთვის როგორ არის, რა გაიგონოს, ეს სერზე მოჩერებული. თანაც რა გაიგოს თქვენზე დაუშვათ ჭორის მაგვარი არ არის გამორჩეული თვითონაც ხო ენა რომ უსწრებს წინ და ნახეთ როგორ არის არ ჩამოგშორდებათ ეს ასე ადვილად რაც ლაპარაკობ პირიქით აქ ეს ქრისტიანულ ეგრეგორზეც არ ლოცულობს ან რაღაცა შელოცებს შეიძლება კი არის ქრისტიანი მაგრამ რაღაც აქვს გადახვევები ხო ეხლა ნახეთ არიან ეზოთერიკოსები ქრისტიანები, მაგრამ ეხლა შავმაგიაში არიან. დაუშვათ, შეიძლება მუსლიმანი ოჯახი ყავს რაღაცა და გაქრისტიან და რამე ესეთიან, ან უბრალოდ ორივეს რაღაც რომ აფასებს ან იქეთ, რაღაცა გადახვევა გადაიმასქნება არის აქ, ხო? ქრისტიანულ ეგრეგორში რაღაცა მთლად არ მიფიქსირდება, ორივე არის. არ არის გამორიცხული. ეს არ დაიხევს ჩემო კარგებო არაფერზე უკან როგორ არის იცი ეს ჩამოგშორდებათ კი არა ეს ყოველთვის როგორ მკბენარივით აყავთ შეჩენილი ანუ ყოველთვის რაღაცა დაგგესლოთ ესეთ რაღაცაზე და თქვენ წარმოიდგინეთ მე აქ ეს შელოცვა და რაღაცები რო ვახსენე შეიძლება მთლიანი რიტუალი რა ვიცი რიტუალი ხო მთლიანი რიტუალი შეიძლება არა მაგრამ რაღაცა არ მომწონს მისი ენერგიები, ხო? ქაოსი, სულ გაურკვევლობა, სულ რაღაც ისეთი დისკომფორტი შემოაქვს ამადა. არ უნდა მისცეთ ამის უფლება. აი როგორ გაძლიერდეთ, როგორ უშველოთ ასეთ დროს საკუთარ თავს. არ უნდა მისცეთ, არავითარ შემთხვევაში ამჩნიეთ ადამიანი ვიღაცა ესეთი ენერგიებით არის თქვენს მიმართ. პირიქით, იქეთ იმას გენით, რა ქვია, არ დაუდოთ, არ შეგეშინდეთ ხალხნო. გაბედული იყავით, არც ქალს, არც კაცს, აი სტოლი დაუდო ისი იგი. არავითარ არ გაძლე უფლებას, აი ვერაფერს დამიშავებ. ესეთი ის გქონდეთ, რა ქვია. მანერა. მე ვიცი რომ ბევრი ცოტა ესეთი შეშინებულები ხართ და რაღაცა ჩემთან გინო გამოიჩენთ. ზოგიერთი მე რაღაცა რო რაღაცას ან სამაჯურ შეიძენთ, ან წმენდას გაიკეთებთ, ან რაღაც ესე მიგიღებთ და გელაპარაკებით, ჩემთან ამოიდგამთ ენას და ჩემს იქით კი ხართ მუნჯები. ჩემთან რა შეგჭირდებათ ხალხო? მე ყველაფერს გიკეთებთ თქვენ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. ნებისმიერ თქვენთაგანც. იქ დანარჩენი რაც არის გასათვალისწინებელი, ის უნდა გაითვალისწინოთ. ზოგთან არის რომ სიმშვიდე გმარდებთ, ზოგთან არის რომ ექიმის კონსულტაცია დახმარება გინდათ, ზოგს ფსიქოლოგის დახმარება გინდათ, ზოგს რაღაც შეცვლა მიდგომა გჭირდებათ, საკუთარ თავის დამუშავება, ეს სხვა საკითხებია. ჩემთან რაც არის, ის სამაჯური არის. კეთილსინდისიერად მუშაობ, იქაც დროს საათს იმას ვიმაშვები, ერთ უღმერთ იგზავნე. ქალი, ახლა არ დავასახელებ, მე არავინის ის არა ვარ და არც მაინტერესებს ვინ როგორ მუშაობს, მაგრამ შედარებას გიკეთებთ. 150 სამაჯურს რო ღამეში გაყიდის და თან გეტყვის რომ ესა რა ქვია, ამას მე შენზე გამოთვლილია, ეხლა გამოთვლილი არის როგორ გეტყვით ეხლა. დაუშვათ ეხლა ამეთვის თუ არის კირჩხიბის სიტყვაზე თევზების ვიღაცის ხო ძალიან ისე მათ თქვი პრიმიტიულად მაგრამ ამეთვის თუ ისეთი მინერალია ყველა ზოდიაქოზე მიდის რომ იცოდეთ ზოგადად უნივერსალი არის ამიტომ არ ჩათვალოთ ეხლა ის რომ მე ეს ქვია მისა ყველას არის კუროზე ტყუპების არის და ასე შემდეგ ისეთი მინერალია უნივერსალი კიდევ ვიმეორებ ხო და
ამას ეხლა ნახეთ, ესეთნაირად რო აიღებს, თუნდაც მთვარის ქვა იყოს ეს კირჩხიბის არის. კი ბატონო, კირჩხიბის არის. ზოგადად არის ნათქვამი, მაგრამ ეს თქვენს ენერგიაზე გამოთვლილი არ არის, ჩემო კარგებო. და თქვენზე პირდაპირადად გააქტიურებული არ არის. კი, შეიძლება გასუფთავებული აქვს და შელოცვა საერთო შელოცვით არის გაკეთებული. და კი ბატონო, სუფთა გამოგივი მე ხო არ ვამბობ, რომ არ მუშაობს ის ადამიანი, მაგრამ ეს ხდება საერთო, მთლიანად. აიღო მე შეხედა შენ კირჩხები ხარ, აიღო ეს ამაჯური შენი, იმას, ესე დაალაგა. ეს სხვა რაღაცა არის. და როდესაც ადამიანთან პირდაპირ შენს მონაცემებზე გამოგითვლის და მთვარეს ელოდება, დღეს ელოდება, საათს ელოდება და ერთი წუთი გადაუცდეს, ვაიმე, всё, მეორე დრო უნდა გამოთვალოს, ეს კიდე სხვა არის, რომ იცოდეთ. კი ბატონო, მე ველოდები მაგალითად მთვარეს თუ ვიღაცა ისეთი არ ამყავს ახლა ძალიან სულ მოუთქმელი და რაღაცა და კი წაგვიანდება ჩემს ამაჯურებს 1-2 თვე. იმიტომ რომ ესე არის, ამ თვარეზე უნდა გაიწმინდოს, იმ თვარეზე ესე უნდა იყოს, 3 დღე იქით უნდა იყოს, 2 დღე აქით უნდა იყოს. ხო. ასე რომ, მაგრამ ბომბაც მზადდება. ნახეთ, აი ამას მე სინამდვილეში ყველას კეთილსინდისიერად გიკეთებთ. ის წმენდა არის თუ რაღაც შელოცვა რაც არის გასაკეთებელი, გიკეთებთ კეთილსინდისიერად. ხო, ჩემთან ესეთი ლაპარაკი და რაღაცა სიტყვაზე ვიცახი, ხო? ძალიან ზედმეტი არის. თქვენ გაქვთ რაღაც კიდევ დასამუშავებელი, თქვენი კარმა, თქვენი მოდი ასე ვთქვათ, თავი გადასაანალიზებელი, რასაც დავუშვათ ვერ აქამდე არ გიფიქრიათ, ან ვერ შეძლებთ და ასე შემდეგ. აი აქ კიდე ეს ადამიანი სულ გკბენთ, რატომ მოვაყოლი ამდენი რაღაცა? ამასთან უნდა მოიღოთ ხმა. ამას უნდა მიუჩინოთ მისი ადგილი, ეს ყველაფერზე წამსვლელია. ეს არის ძროხა. ეს ადამიანი არ არის საქმის მყავს. დუდუჩი, ესეთი არის. კარგით. როგორ შეიძლება ეს ადამიანი ახლა რო ჩამოიშოროთ ბოლო-ბოლო? როგორც გითხარით. ან მაგიური გზებით, ან უბრალოდ თქვენ უნდა ესეც ერთგვარი მაგია, ნახეთ, ყველაფერი დღეს ნახეთ, უბრალოდ განსხვავდება. როგორც აი ფერებად ყოფენ მაგიას, უბრალოდ რომ ადამიანები არ შეშინდნენ, არ დაბრკოლდნენ და გააცნობიერონ დავუშვათ რასთან აქვს შეხება, ამიტომ გეუბნებიან წითელი, თეთრი, რაღაცი მწვანე, შავი და ასე შემდეგ ფერებს, ხო? როგორც ზოგადად ფერებში არის, ხო? როგორც მაღალი, დაბალი, სუსტი, მსუქანი, ესეთნაირად განსხვავებას აკეთებენ მაგიაშიც. ყველაფერი მაგია, მაინც რაც არ უნდა იყოს. აქ თუ რიტუალით და რაღაცით აქ მართლა ამას უნდა დაუბლოკოთ ენერგიები. უბრალოდ ამის საშუალება თუ არ გაქვთ, ეს მაინც გააკეთეთ, რაღაცა შედეგი მაინც ექნება. არ გაძლევ ჩემსას არაფერს, ვერაფერს დამაკლებ. შენი ნეგატივი შენთან რჩება. არსად არ გაუშვათ კაცო უკანალში რო იცით გაშვება, მით უმეტეს თქვენს უკანალში არ გაუშვათ. უბრალოდ შენთან რჩება, შენი ნეგატივი შენთან რჩება. ნახე? მასთან დატოვეთ. ხო, ასე რომ ეხლა თქვენ თუ ნეგატიურად ხართ განწყობილი მის მიმართ, მაშინ და კიდე მას არა, მაშინ ეხლა ერთხელ სხვათა შორის ერთ ადამიანს რაღაცა უთხარ და ვაიმე რა სიწყვილე მითხარი, არ გწყეული მეთქი. ეს არის შენი ენერგია, რომელიც გამოიმუშავე და შენ მაგ საქციელის გამო შენ გამოიმუშავე, აი ეს მეთქი, ეს შეხვდება ცხოვრებაში და ეს მიიღო წყევლად, თორე იმათ კი არ მიიღო, რომ მისი გამომუშავებული ენერგია რას მოუტანდა მას. კიდევ აქეთ შემომიბრუნა, ნახეთ და სულ სხვა რაღაცას ვეუბნებოდი აბსოლუტურად. ეს მე ვთხარი, შენ დამსახურებულად და ამას მიიღებ ცხოვრებაში. მე კი არ გისურვებ მეთქი, ეს შენ უსურვე შენ თავს მეთქი. ამის გააზრება რთული არის, ამიტომ ეს წინადადება კიდევ მოისმინეთ თუ ვერ გაიგეთ.
ბოლოს რა გავაჟღერე. კი ბატონო, მოდი ვნახოთ ახლა ბოლო-ბოლო ჩამოგშორდებათ ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც თუ ჩამოგშორდებათ ეს ადამიანი. ბოლო-ბოლო რა სიჟამს. სხვა რა გამოსავალი, რა გზა ექნება კი? თვითონ დაიბლოკება. თვითონ და დაიბლოკოს. კიდევ ერთი თვითონ. ხო. რომ მიხვდება რომ სხვა რა გზა ექნება. კი. ამას იმხელა ფინანსური პრობლემა შეექმნება და ახალი ეს ამას პარტნიორები ბლომატყავს ხო და შენ. კაცები არა კლია, თუ საუბარლებია თუ ვინც არის. აი ესეთი ამბები ჩემო კარგებო, გისურვებთ წარმატებულ დაგემშვიდობებით.